გავაგზავნოთ ჩვენი გადაცემა ძილბასო აქ დავსწრე საზოგადოებრივ ძილბასო ლემაყურებლებო მინდა შემდეგი მონაწილე გამოვაცხადო ბატონი თემურ ცერცვაძე როგორ განდებით ბატონო თემურ გადასარევი გილოცავთ ყველაფერს მადლობთ ჩემს ახალწლო განწყობას თქვენც ასევე თქვენს გილოცავთ წარმატებები მინდა გისურვოთ დღევანდელ დღეს ასე ვიტრიალო თუ ისევე სტრატეგიულად იქით ჯობია მაინც მე იქით გირჩევდით ყოფნას განათლება უმაღლესი გიწერიათ რა ბრძანა პროფესიით ჟურნალისტიკური დამთავრება ჟურნალისტი ემიტო ხართ გადასული საქმე რომ მწერალი კი ბატონო ძალიან საყვარელი ქვეყანა უკრაინა ჯარში მსახურობდი წინა გადაცემაში თქვი და ასე რომ კი ბატონო მე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა პატივცემ რამე მინისტრად ხომ არ გნიშნავენ ახლა ამ პრობლემაში არა მაინც უნდა შეაქო რა იცი არ არის გამორიცხული ხო ხო რა იცი ჩვენ უნდა შევაქოთ და იქნება და ხვალდაზე 100 ლარი ისე რომ ვაჩუქოთ თავიდან იმიტომ გამოვდივარ რა ხო იქ მელიან მაგარი ნუ ყველაზე მხიარული ადამიანი რომელსაც იცნობთ იპოლტე ხუჩია ჩემთვისაც ისეთი რატო ბატონო ნიკა ახლა არაფერი არ დაჭირდებოდა იმას შემოვიდო და გაიცინებდით გავიდო და შემოვიდო და კიდე გაიცინებდით უსიტყვად მოგიგებდათ 1000 ლარს კი ბატონო ძალიან ისეთი ჩემთვის სათაყვანებელი ადამიანი გიძერიათ ძალიან კარგი და საყვარელი ანდაზი დავამთავროთ 64-ისგან მიმავალ სხვას დუმა ამძიმებდაო შემთხვევით გავიგე ეს ანდაზა და ძალიან მომეწონა რაღაც რატომღაც ხო აზრობრივადაც კარგად ბატონ თემურს მინდა უსურო წარმატებები შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე და კი ბატონო თემურ ბატონო შემიძლია წესები აგიხსნათ ვიცი ბატონო იცი აღარ მაწვალებთ ძალიან გაწვალებ გამიხარდა ეს ამბავი ნუ მოკლედ წარმატებებს გისურვებთ ჟიურის თუ რა თქმა უნდა მზად არის მე დავაჭერ საოცარ არა დააჭერ ნუ პატარა შესავალი რომ მიხვდნენ რომ ესე იგი რა მაშინ თქვენ როცა მე რაშია საქმე წინა გადაცემაში ბევრი ჩამოვთვალე ჩემი პროფესიები მაგრამ ერთი გამომრჩა მასწავლებელადაც მუშაობდი სკოლაში კომერციული კოლეჯი იყო კერძო კოლეჯი იყო და 3 წელი გავძელი მარტო სკოლაში მეტი ვერა მაგრამ იმდენი კარგი რამე წამომყვა იმ სკოლიდან რომ 1-2 მინდა სკოლის მოგონებებიდან მოკლედ ეს ეხება სკოლას და ბავშვებს ახლა ჩარ ბავშვებმა ყური მოკრეს როცა ჩემს ერთ-ერთ კოლეგას უთხარი ეს ხალხი დიქტატურას იმსახურებს მეთქი როცა კლასში შევედი ჩემი მოსწავლეები სკამებზე შეხდნენ და ასე მომესალმნენ ჰაი გიტლერ მე სერიოზული სახით მაგიდაზე ავედი და შევძახე ზიქ ჰაი ბავშვები სასტრაფოდ ჩამოხვდნენ სკამებიდან და მაგიდასთან მოწვიდნენ. ჩამოდით რა მას დირექტორმა არ დაგინახოთო. ერთმა შეგვიძლია გავამეორო როგორც არა ნუ არა გენდო აი დაახლოებით აქედან წამოიღეთ და სადღაც მოუყარეთ მოპრუწვას თავით. არა საკმაოდ საინტერესო მასალა. ნუ არ იყო ეს ხარისხიანი ღიმილი მაგრამ ოდნავი გაღიმებო ასე მაგ ჩაფიქრებული 50 ლარი არა ისე წარმოსადგენად საკმაოდ ისეთი მხიარული ის არის რა მასწავლებელი რომ მაგიდაზე დგას და ბავშვებს ეშინია დირექტორს არ დაინახოს როგორ არ არის სასაცილო ფაქტიურად მე რომ ვიჯდი ასე ვიზავდი იქ და მაგრამ იქამ ასე გააკეთა 50 ლარი თქვენია ვაგზავნებ თავს კი ბატონო ძალიან კარგი 3 2 1 როცა თქვენთან მოვდიოდი აფთიაქში გავიარე და გამყიდველს ვეუბნები. გააცინე და მოიგეში მივდივარ და რამე ისეთი მომეცი მიკროფონის მაგივრად რომ დავიჭირო და ჟიური გავაცინო მეთქი. გამყიდველმა კარგი გოგო იყო სხვათა შორის მის ევროპასავით ანუ შეშფოთებულმა შემომხედა და თერმომეტრი გამომიტანა. ალბათ იფიქრა მაღალი სიცხე აქვს და ბოდავსო. ნარკომანი ახსარებაზე მივიდა და გვდელთი ეუნება. შვილო ჩემო, შედიხარ ცოდვასა შიგან რამე თუ ვიკეთებ მორფს ვენაში. აუ მამაო, ჩემთვის გასაგებ ენაზე მითხარი, ეგ რას ნიშნავსო? ნუ кайფობ შეჩემა და ნუ მიირთმო დედი შენისა წვერებიდან უთხრა მამა. გილოცავთ 100 ლარი თქვენია. ახლა უკვე ცოტა ხარისხიან ღიმილისკენ იყო დაძრული ნიკას სახე და ვაგრძელებთ თამაშს. ანუ ღიმილს მოუმატოთ. კი ბატონო, მე ვეცდები მოუმატო ღიმილს. კი ბატონო, თქვენ ეცდებით თავარია ჟიური მესხური. თავარი ჟიური არა. სასიკეთოდ გადაწყვიტოს მაშასე 3 დედა როგორ მიყურებეში მეშინია 2 1 ზოგს დაევასა პინგვინი, ზოგს ზებრა უფრო ევასა, ვისაც არც ერთი არ აყავს რა და რაჩერებს ენასა. დღისითაც ისე ლანდება, რაც ეს იზმრება მელასა, დაზღვევა თუ არ გიშველით მიქელა მოგცემ ჩვებასა. ეს დაიწერა ძუნწ უფროზე, რომელიც ხელფას არ მაძლევდა. მთელი ჩემი სიმდიდრე შენ მიგაქვს და ხმარობ, დაკაპიქს ვერ იმეტებ, ისე ძუნწი ხარო, ვერაფერი შეირგე, ვერ ცხოვრებით ხარობ. კიტრზე უნდა მკოცნი და პომიდურები მხანო. პომიდურები ან
რატო არ გამიცინია კაცი? იყო ახლა ეს ციცინი და მოპრუწეთ ასე. მოპრუწეთო გეუბნება კაცი. მე ჩაულებრივი სახი ერთი წუთი ნიკოლოზ ბატონი როცა ჩაულებრივი სახი ამას გააკეთებ ეს ციცილში. ანუ ეს ღიმილია. ახლა ვიღიმი მე? არა. გავამეოროთ რომ დავწმუნდეთ. მოდი გავამეოროთ. 5 მილიონი ადამიანი რომ ნიკოლოზი იცინოდა. კიტრზე უნდა მკოცნი და პომიდურები მხანო. პომიდურები ან. აი, იცინოდაო, ითქვა და ნამდვილად გილოცავთ 200 ლარი თქვენია. პატრიცემულო თემურ. ვაგრძელებთ თამაშს. ტრადიციული პასუხი დიახ ბატონო. ტრადიციული ყოფილა ეს პასუხი და გავაგრძელებთ 3, 2, 1. ახტა კოჭი, დახტა კოჭი ჩვენი იყო თურმე სოჭი. პრეზერვატივს ვეტო ადევს გვეგრძალება ჭამა გოჭის. გასაღების თუ დავკარგეთ უპატრონოდ რჩება ოჭი. ნუ პუ დაბლოკილია პირდაპირ ეთერში. შევეშვები ლექსის წერას, გადავაგდებ საჭრეთელს. მადლობა ბატონ ბიჯინას, მადლობა ბატონ ბიჯინას, მადლობა ბატონ ბიჯინას. ჩაიხვია გრამაფონმა და ამათაც გაჭედეს. იმდენი იკითხეს მგლის თავზე სახარებამ გელმა მგლობა გადაიფიქრა და ღდელი გამოვიდა. ვაი სინძი, უი სინძი, შენ ხარ თუ ხარ ჩასაქინძი. აბაზიან განდონ ჩვენბელს რატომ ვანდობთ? თქვენი სექსი ორალური არის, არა მორალური, ეს ქადაგებიდან არის. ნიჭერის მონაწილე მიახლა დაუკრავ მუცელზე. და არ ეცინება და რა ვქნა, წავაგე მე მგონი. რულაილას ფული რა თუნდა, რულაილა თვითონ ფულია. გაეცინა. არ იყო ეს ციცილი. არც ეს არის სიცილი კაცო და წავაგე, კარგი. სამაგე. დროის ფასი უნდა ვისწავლოთ პატრიცემულო თემურ, დროის ფასი. არა, მაგრამ მოიწვინეს. მე მგონი უფრო ცოტა ხუმრობები აღარ მქონდა, ხო? არა, მქონდა, მაგრამ დროში ვერ რატო არ ვეტეოდი. გააგრძელეთ მე? 15 წამი მქონდათ, როცა თქვენ მაგალითად, დაიწყეთ. აი ამაში ქინძის რეკლამა სინძი კროუფორდის მონაწილეობით ასე უნდა მეთქვა. ვაი სინძი, უი სინძი, შენ ხარ თუ ხარ ჩასაგინძი და ხო იყო ეს სასაცილო. მე მგონი. არა, ხუმრობები უნდა გაგეგზელებინათ კიდე რაც ქონდათ და შეიძლებოდა რომ ბატონო თემურ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მაგალითად გადაცემაში. ეს წაგებები. ასე თუ ისე სახელმწიფო განწყობა რა თქმა უნდა შექმნით გამანდოდეს. გილოცავთ ყველაფერს. კარგად გწანდებოდეთ. კიდევ გასტუმრეთ. დიდი მადლობა. გადაგზავნეთ. ქართველი ტელემაყურებელი.